კეთილშობილი, მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭით შთაგონებული, პატრიოტი, ქადაგებელი და წარმომჩენი ქართული ოჯახის, ყოფითი და სულიერი, რომანტიკულ-ესთეტიკური კულტურისა. ძლიერი ინტელექტუალური შემეცნებითი პოტენციალის მქონე, მუხლჩაუხრელი და მიზანდასახული, რომელმაც მთელი თავისი ენერგია მთლიანად და უშურველად შეალია ქვეყნად, სიკეთის, სილამაზის და სიყვარულის დამკვიდრების საქმეს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ზურაბ გრიგოლიძე ჩიქოვანი 1933 წლის 6 აგვისტოს ქალაქ თბილისში დაიბადა. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე-6 ვაჟთა სკოლა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, ფსიქიატრიის სპეციალობით. თავდაპირველად მუშაობა მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში დაიწყო, ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად და სულით ავადმყოფთა რეაბილიტაციის განყოფილების გამგედ. პარალელურად კი 1974 წელს შეთავსებით მუშაობდა ქალაქ თბილისის მთავარ ფსიქიატრად. მამას ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, ამას სრულიად ობიექტურად ამბობ, ნამდვილად არა როგორც მისი შვილი. ეს იყო ბუნებით ნოვატორი. ალბათ ყველა დროში, მეტნაკლებად ყველა სფეროში იბადებიან ესეთი ადამიანები, რომლის აზროვნებაც, ხედვა წინ უსწრებს ხოლმე იმ გარემოს და იმ დროს, რომელშიც მოღვაწეობენ. შესაბამისად, ასეთ ადამიანებს გაცილებით მეტი წინააღმდეგობა ხვდებათ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. არც მამა იყო გამონაკლისი ამ მხრივ. იმ დროს უბრალოდ საკანდიდატო დისერტაცია მან სომხეთში, კერძოდ ერევნის ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის ინსტიტუტი დაიცვა და მეორე სადოქტორო დისერტაცია პეტერბურგში, ეხლანდელ პეტერბურგში, მაშინდელ ლენინგრადში, ბეხტერევის სახელობის ინსტიტუტში. და ეს ეხლა ამას ვამბობ, იმიტომ რომ უკვე წარმოვიდგინოთ, როგორი წინააღმდეგობა შეხვდა აქ სამწუხაროდ საკუთარ ქვეყანაში, იძულებული იყო უკვე ასე ამ გზას დადგომოდა და ეს სირთულე რაში იყო? მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სიკეთეც იყო ამ სახელმწიფოში, ტოტალიტარული სახელმწიფო იყო. ეს იყო აბსოლუტურად ვერტიკალს დაქვემდებარებული სამეცნიერო, სამედიცინო და აბსოლუტურად ყველა სტრუქტურა. აქ იყო გარკვეული თავისუფლების ზონა, რომელშიც არავის არ ზღუდავდა. ის პროფესია, ის სპეციალობა, რომელიც მამამ აირჩია, ფსიქიატრია, საბჭოთა კავშირში იყო ერთ-ერთი დახურული ზონა და სამწუხაროდ ხშირად გამოიყენებოდა როგორც სადამსჯელო ინსტიტუტი, სადაც ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ისეთი ადამიანები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ზურაბ ჩიქოვანმა პარალელურად მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლებაც. დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა აწლედი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საგუნდო სადირიჟორო განხრით. მუშაობდა საოპერო სტუდიაში და მონაწილეობდა სხვადასხვა საოპერო სპექტაკლების დადგმაში. ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის თვითშემოქმედების მიმართულებას. იყო თბილისის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო სადირიჟორო კლასის პედაგოგი. სწორედ მუსიკალურმა განათლებამ უბიძგა ფსიქიატრიაში პაციენტებთან მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად არტ-თერაპია გამოეყენებინა. მას ძალიან უყვარდა ეს მისი პროფესია, ეს ყველა მიცის, ჩვენთანაც არაერთხელ უთქვამს და გაუზიარებია მისი აზრი ამის შესახებ და მართლაც ენთუზიაზმით და დიდი სიყვარულით ის ძალიან აქტიურად, ისედაც ძალიან აქტიური, ენერგიული, მიზანდასახული პიროვნება იყო და ბუნებრივია, ექიმიც ასეთი იყო. მამა სამედიცინო ინსტიტუტში იყო ჯერ კიდევ, როცა კონსერვატორიაშიც გააგრძელა, იმიტომ რომ მას მუსიკალური აწლედიც ჰქონდა დამთავრებული და იქ საგუნდო
სადირიჟორო განყოფილებაზე კონსერვატორიაში გააგრძელა სწავლა. ესეც მის ინტერესთა სფეროს ძალიან მრავალფეროვნებაზე მეტყველებს, რომ და ძალიან უყვარდა ის პროფესია. ანუ ეს მეორე პროფესია მუსიკოსის. პირველი იყო მამა, რომელიც იყო აი პირველი ვაჟთა ვოკალური ანსამბლის ხელმძღვანელი, რომელიც იქ კონსერვატორიის კედლებში შეიქმნა და დადიოდნენ რაიონებში, ეძებდნენ ამ ხალხურ სიმღერებს, ამუშავებდნენ და შემდეგ პოპულარიზაცია ხდებოდა რადიოში, იწერდნენ. მე პატარა ვიყავი, მახსოვს ტელევიზიით, პატარა ძველ ტელევიზორში, რომ ანსამბლი გამოდიოდა და მითხრეს, აი მამა მღერისო და მეც უყურებდი. ოცნება უჩემო დუმებო მოკლედ, აი ასეთმა ყველაფერთან შეხებამ ჩემში დაბადა აზრიო, რომ აი ამ უმძიმეს კონტინგენტს, ნუ თუ არ შეიძლება გქონდეთ რაღაც ისეთი საღი, ისეთი რამ შერჩენილი, რომ მოხდეს მათი გარკვეულად ინტეგრაცია ისე საზოგადოებასთან, რაღაც აი ამ ჯანსაღით, რაღაცა ამ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად მოხდეს მათი სოციალიზაცია და მოკლედ აი ამან გამიჩინაო, მოკლედ ეს რომ აი ეს რაღაც ეს ჰუმანური ხედვა, ჰუმანური მიდგომა შექმნა გარკვეული გარემო, იყო ინიციატორი იმისა, რომ ყოფილიყო იქ ინსტრუმენტი, შეიძინა მოლბერტები, საღებავები, რომ პაციენტებს დაეხატათ და აი ასეთი მათი არტ-თერაპია, ასე ვთქვათ, რასაც დღეს ეძახიან, აი ამ კუთხითაც ემუშავა და მე როგორც ვიცი, ის ძალიან სერიოზულად უდგებოდა ამას, ძალიან უყვარდა მას მისი პაციენტები, ვერავინ ვერ გაბედავდა მის გარშემო რაღაცა ისე მოეხსენიებინა, მისი იმდენად პატივს სცემდა და უყვარდა. ის 50-მდე სამეცნიერო შრომისა და კვლევის ავტორია, რომელიც ეხება ხელოვნებისა და მხატვრული შემოქმედების დანერგვას ფსიქიატრიული რეაბილიტაციის სისტემაში. მას ეკუთვნის გამოკვლევები პათოლოგიის დროს, წარმოსახვითი აზროვნების სპეციფიკური კანონზომიერების შესახებ. საგვიცავდა ერთი შეხედვით. საქმე ის არის, რომ სწორედ ხელოვნებამ და ხელოვნებისადმი პროფესიულმა სიყვარულმა მიმიყვანა ფსიქიატრიაში 1958 წელს. საკითხი ეხება ათეული წლების მანძილზე საბჭოთა კავშირში ტაბუდადებული პრობლემის, უკიდურესად აკრძალული პრობლემის სული დავამტყორდა მხატვრული შემოქმედების დიდი კლინიკური მასალის დამუშავებას. ეს თემატიკა საბჭოთა ცენზურის მიერ იგრძელებოდა 20-იანი წლებიდან. საქმე იმაში არის, რომ ფსიქიატრია საბჭოთა სინამდვილემ თანდათანობით თავისი სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური, სოციალური, იდეოლოგიური სამსახურების განმტკიცების გზაზე გადააქცია საბჭოთა პენიტენციალური სისტემის ორგანულ ნაწილად. ამიტომ ყოველი ის საკითხი და თემა, რომელიც ასე თუ ისე უპირისპირდებოდა საბჭოთა იდეოლოგიას და მის პრინციპებს, ავტომატურად ბუნებრივია იხსნებოდა დღის წესრიგიდან. აი ეს თემა კი სული თამათოხთა მხატვრული შემოქმედება აიგრძელა სწორედ იმიტომ, რომ საზღვარგარეთ საკმაოდ ცნობილი დიდი სპეციალისტების მიერ წარმოებული კვლევები ბევრ შეიძლება დაეთანხმო, ბევრ შეიძლება არ დაეთანხმო. ხალხს უსვამდა ერთ ძირითად გარემოებას,
რომ არსებობს სული თავმოყროფი, არსებობს მისი შემოქმედება. ხშირ შემთხვევაში, უპირატეს შემთხვევაში და რეალურად არსებობს უდიდესი მასალა, როდესაც იქმნება ფსიქიატრიულ კლინიკაში შემოქმედებითი პროდუქცია. ამ პროდუქციას აქვს წარმოიდგინოთ თქვენ განსაკუთრებულად დიდი ღირებულება და საბჭოთა სინამდვილეში აღნიშნული პროდუქციის დამუშავებას ასეთად იგრძელება. საბჭოთა ფსიქიატრიაში კლინიკური მასალის კვლევას და შესწავლას ათეული წლების მანძილზე მთელი მისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მოახმარა. სისტემაში მოიყვანა და სამზეოზე გამოიტანა საბჭოთა ფსიქიატრიაში ტაბუდადებული პრობლემები. ზურაბ ჩიქოვანი საკავშირო სამედიცინო აკადემიის ერთიანი სამეცნიერო კვლევითი გეგმის სისტემაში პრობლემების კურატორადაც იქნა აღიარებული, რომლის თეორიულ საფუძველს ქმნის მისი სადოქტორო დისერტაცია. მამას დისერტაციის ერთ-ერთი მთავარი ხაზიც ის იყო, რომ აქ იყვნენ როგორც პროფესიონალი მხატვრები პაციენტებში და ისეთი შემოქმედი ხალხი, მომღერალი, ყოფილი მოცეკვავე და ასე შემდეგ. მაგრამ იყვნენ ისეთები, რომლებსაც საერთოდ ფანქარი ხელში არ ქონდათ აღებულიო და აი, როდესაც ესეთი სისტემატური დაიწყო, ესე იგი, მუშაობა მათთან და ეს დავალებები ეძლეოდა თემატურად, მაგალითად, როგორი მიაჩნდა, რომ როგორი იყო მისი მდგომარეობა მკურნალობამდე, ასეთ მკურნალობის ფორმამდე და შემდეგ უკვე როგორ ხედავდა საკუთარ თავს და იყო ასეთი ნახატები, ეს ჩვენ გვინახავს ბევრი, ესე იგი, როგორ აღწერდნენ და არაჩვეულებრივად გამოხატავდნენ ერთი ნახატიც მახსოვს, ძალიან მძიმე ავადმყოფი იყო და ლოთობის ნიადაგზე იყო მე მგონი ისა და აი ედო უდარმაზარი ბოთლი ტვინზე მან დახატა თავისი ავტოპორტრეტი და აი ეს ტვინი იყო პირდაპირ დაწნეხილი აი ამ ბოთლით. ანუ მან ამით აჩვენა და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ნახატი იყო კიდე კომპოზიცია ციურადაც იყო კიდე რა მოკლედ აი ასეთი ანუ გარკვეულად ეს იმის მაჩვენებელი იყო რომ ექიმსა და პაციენტებს შორის უკვე იყო ის კავშირი რომლითაც ისინი საკუთარ თავს ეხმარებოდნენ და ამას ხვდებოდნენ ამას ასრულებდნენ მერე მისი კოლეგებისგანაც მომისმენია რომ ისეთი უცხო იყო შევიდოდითო და დაკვრის ხმა ისმოდა ფსიქიატრიული კლინიკიდან განყოფილებიდან ამღერებდა კიდე თვითონ ღეროდა მამა ეს ყველაფერი მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად და ეს იყო უკვე მისი კვლევის საგანი შემდეგ უკვე ამის საფუძველზე შეიქმნა განყოფილება რეაბილიტაციის განყოფილება მამას უკვე კონდა დაცული საკანდიდატო დისერტაცია სომხეთში ეს იყო არაჩვეულებრივი და ბუნებრივია ძალიან ისეთ ნოვატორული იმ დროისთვის საერთოდ იმდენად უცხო იყო ბევრი მისი კოლეგისთვის პროფანაციაც კი უწოდეს რომ სად ფსიქიატრია და სად ხელოვნება და რა მოკლედ ვერც კი წარმოედგინათ ეს კავშირი და მოგეხსენებათ დღეს მთელი მსოფლიო აი ამ მეთოდზეა და ასეთი რეაბილიტაციის ეს მიდგომა და ეს მეთოდი არის წამყვანი სწორედ ფსიქიატრიაში აი მე რო ვთქვი რომ ის ესეთი პიროვნება იყო რომლის აზროვნებაც დროს უსწრებდა და აი ასეთ დროს ეს პიროვნება უწესიერესი, ნიჭიერი, ენერგიული, შესანიშნავი ექიმი, პატრიოტი ისეთი მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდა თავის ქვეყანაში. ჩვენ ამის მოწმე ვართ. გურჩანს მამა და მისნაირი პიროვნებები ერთეულები იყვნენ რომლებიც უპირისპირდებოდნენ რომლებსაც არ მოსწონდათ ეს და პირიქით აი უნდოდათ რომ ეს სხვანაირად წარმართულიყო ეს და პირიქით აი რაღაცა ეს ჰუმანური დამოკიდებულება მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად მოკლედ დანერგილიყო და ნუ შეიძლება იქ სუბიექტური მომენტებიც იყო წლები გაგრძელდა იმდენად მძიმე პროცესები იყო მაშინ ცეკას პირველ მდივანთანაც შევიდა და პირდაპირ უთხრა რომ თუ ამაში თქვენ ვერაფერს ვერ ხედავთ უარყოფით და აი ასე მე
მე შემიძლია დავტოვო პარტიული მანდატი მაშინ, იმიტომ რომ მე თუ ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს ასეთი მიდგომები და ასეთი დამოკიდებულება და ასეთი მოკლედ ყველანაირი უსამართლობა და უკანონობა პირდაპირ უთხრა რომ მე ამაზედაც დავტოვებ ამას და ნუ თქვენ წარმოიდგინეთ იმ დროს ეხა ხელფასზე მაცხოვრებელი ადამიანისთვის 4 შვილის მამისთვის უსამსახუროდ დარჩენა ნუ სიკვდილის ტოლფასი იყო აი ასეთ დროს მოკლედ შეექმნა ეს ძალიან დიდი წინააღმდეგობები უკვე პრაქტიკულად იკვეთებოდა რომ ეს იყო ძალიან ნიჭიერი სარბილზე გამოსული ფსიქიატრი ენერგიული ადამიანი ძალიან ისეთი პიროვნებაც იყო დამოუკიდებელი მას თავის პრინციპები ჰქონდა და არასოდეს არ ღალატობდა ამას ისეთი დიდი თანადგომა იყო მის მიმართ და ისეთი დიდი მხარდაჭერა რომ აი ამან ეთყობა ძალიან გადაატანინა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა პირველ რიგში დედა ედგა მხარში როგორც უერთგულესი ძალიან დიდი სიყვარულით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული ჩვენ შვილები ყველანაირად მართლაც ეხლა ამ გადასახედიდან რომ უყურებთ მართლაც დიდი გმირი იყო ეს პიროვნება რომ აი ასე შეუპოვრად მოკლედ ბოლომდე დარჩა აი თავისი ერთგული და რა ვიცი სამაგიეროდ ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდათ პაციენტებსაც ჩვენ ვართ მოწმე იმისი როგორ უყვარდათ მშობლებს მამა ესე იგი ეს ურთიერთობები გრძელდებოდა პაციენტების სადისერტაციო თუ სხვა ნაშრომებს და ზოგადად ფსიქიურად დაავადებულთა მხატვრული შემოქმედების შესწავლის სფეროში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილების შედეგებს ზურაბ ჩიქოვანმა ერთად მოუყარა თავი და ერთ წიგნად გამოსცა. ავადმყოფთა შემოქმედების ანალიზის, მის მიერ შემოთავაზებული კლინიკურ მხატვრული მეთოდის საფუძველზე ავტორმა შეძლო წარმოიჩინა პიროვნული სტრუქტურის, ფსიქოპათოლოგიური დარღვევებისა და კომპენსატორული შესაძლებლობის ურთიერთდამოკიდებულება მათ მხატვრულ შემოქმედებაში. წერალი და წიგნის რედაქტორი ნატო დავითაშვილი ფსიქიატრთან შეხვედრის ამბავს იხსენებს. იმ პერიოდში ერთ-ერთ გამომცემლობას ხელმძღვანელობდი მარჯანიშვილის 5 ნომერი ცნობილი იყო წიგნის სახლად. შემდეგ მოვიდა ჩემთანაც და რომ ვისაუბრეთ გადაწყვიტა რომ ეს წიგნი უნდა ჩემთან გაკეთებულიყო ჩემს გამომცემლობაში. რა თქმა უნდა რომ შემოვიდა პირველად ვიფიქრე რომ რაღაც უფრო სხვა მიმართულებით უნდა მოეტანა ეს თავისი ნამუშევარი, მაგრამ ორი დიდი საქაღალდე რომ დამიდო წინ, მითხრა რომ აქ არის ჩემი 40 წლიანი ნაშრომიო. ერთი ცოტა დიდი საქაღალდე იყო, მეორე ჩვეულებრივი რომელშიც ნაბეჭდი ფურცლებია და მე უფრო დიდი საქაღალდესკენ გავიწიე და რომ გადავშალე, ხელში შემრჩა ნახატები. საოცრად საინტერესო ნახატები და მაშინ ვისაუბრეთ რომ სწორედ ფსიქიატრიაში ძალიან ნოვატორული ახალი მეთოდით თურმე ხელმძღვანელობდა ბატონი ზურაბი დღეს რასაც არტ თერაპიას ვეძახით ფაქტობრივად მან დაიწყო აი ამ მიმართულებით და ამ დროს ასეთი ჰუმანური მიდგომა, ასეთი ადამიანური მედიკამენტოზურ თუ აი ფსიქოსოციალურ რაღაც აქტივობებთან ერთად ეს არტ თერაპიის მხატვრობის შემოტანა იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, რომ ისე ჩავერთი აი ამ სამუშაოში, რომ ეს ტექსტი გახდა ჩემთვის აი ყველაზე საინტერესო ტექსტი იმ პერიოდში და რა თქმა უნდა ვერავის ვერ დავანებე და თავად დავიწყე ამ წიგნზე რედაქტორად მუშაობა და დეტალური კითხვა. ბატონმა ზურაბმა დროს გაუსწრო. ბევრად ადრე დაიწყო ამ საკითხზე ხელოვნების ჩართვა, კონკრეტულად მხატვრობის ჩართვა. მაშინ ეს იყო აბსოლუტურად დიდი სიახლე და მისი ბუნებრივი, აი ჰუმანური თვისებები რომ არა, ალბათ ეს იდეა არც მოუვიდოდა. მისთვის საკმარისი არ იყო პაციენტის გაცნობა მხოლოდ ჩემი აზრით ანამნეზით. მას უნდა უფრო ღრმად გაეცნო პაციენტი. მას უნდა უფრო მეტი ინტიმური მხარე შიგნით რაც ქონდა დამალული ის დაენახა და ამის საუკეთესო საშუალება სწორედ ხელოვნება ჩათვალა და არ შეეშინდა დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა. რა თქმა უნდა ამის დანახვა საბჭოთა პერიოდში
წარმოუდგენელი იყო და ამის აღიარება როგორც სამკურნალო მეთოდი წარმოუდგენელი იყო და ეს მისი უშიშრობის მიზანმიმართული აი სიარულის მაჩვენებელი იყო რომ არ უღალატა იმ გზას რომ აი ამ სულიერი სარკის შეტანით ხელოვნების შეტანით შეძლებდა ადამიანებისთვის დახმარებას ეს პირველი ფუნდამენტია პირველი ქვა რომელზედაც შემდეგ ეს მიმართულება აიგებოდა და აიგო კიდევაც Alimgeri damto alo shautu aleba tuare siri agara kentizguli მეუღლეს რთულ დღეებში განსაკუთრებულად ამხნევებდა და განსაკუთრებული სიყვარულიც აკავშირებდათ ერთმანეთთან. იფიგენია ითო შარაშიძე 1933 წლის 25 მაისს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ქალთა მეორე საშუალო სკოლა და პროფესიად ექიმობა აირჩია. 45 წელზე მეტი იმუშავა სასწრაფო დახმარების ექიმ-კარდიოლოგად და პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე არაერთი ჯილდო და აღიარება აქვს მიღებული. ითო შარაშიძე და ზურაბ ჩიქოვანი თანაკურსელები იყვნენ. სიმღერის სიყვარულმა ოჯახურმა ტრადიციებმა და პირადმა სიმპათიებმა განაპირობა მათი შემოქმედებითი თანაცხოვრებაც. ზურაბი კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე, ითო კი გიტარაზე. შვილებს კარგად ახსოვთ ის ძალიან ღრმა და სასიამოვნო ბავშვური შთაბეჭდილება, რასაც მშობლების სიმღერა ტოვებდა მათზე. დეჩემ იყო იფიგენია შარაშიძე, გურული. წარმოშობით გურულები არიან შარაშიძეები, ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ბუკისიხე. და ეხაც ჩვენი სანათესაო იქ არის დედის მხრიდან შარაშიძეების ყველა, რაღაც ძალიან თბილები, ძალიან ისეთი იუმორიანი და აი სხვანაირი გურულები არიან, სადაც გატარებული მაქვს დედასთან და ბაბუასთან ვარ მომატყვა 10 წელი ზედიზედ იქ ვიყავი ხოლმე რა ზაფხულში მაგაზე დიდი სიამოვნება არ იყო და წელი მაშინ ბევრი ახალგაზრდობა ჩამოვიდა მე ჩავდიოდი აი უდიპლომო სასწავლებლოში გიტარით და ესო გიტარა წამართოს საბჭოს თავმჯდომარეობაში ხანი გუნტეო სოფელი აქვს უარკი კეიფი ხარო და ხალხი ჩაის აღარ და შეცინებოდა ბაბუაჩემი განის. ეჩემი იყო კარდიოლოგი და ისევაც საოცარი დამთხევა იყო, აი რაც მამას დაუშვათ. მამას იუმორი ნაკლებად ჰქონდა. მამა ძალიან პრინციპული და აი მისი სურათებით სადაც ჩანს სახელით, ძალიან მიზანდასახული და პრინციპული კაცი იყო. ეჩემი ამას აბალანსებდა თავის აი ამ აი უზარმაზარი კეთილშობილები. კეთილშობილების რაღაც ზემწევრალია. დაუღლელი რაღაცა მის სახეზე აი არც მახსოვს რა როდის იყო დაუშვათ ჩამოშვებული ან რაღაცა ესეთ არ მახსოვს ესეთი მით უმეტეს მისი სურვილი სული იყო რომ ბიჭები აქ ყოფილიყვნენ ოღონდ ჩვენ ქუჩაში არ გავსულიყავით და დაუზარებლად ღამე დილით ნამცეცობას ეძახდნენ ადრე რამე საღამოს ვიქეიფებდი მეორე დღეს იმპულსარის გაცხელება და ასე შემდეგ ხათთანანათია სანათელი ორი ორი მუპაცია და თანასწორი რა დიდი სამეგობრო ყავდა დედას რა უფრო დედა იყო რა არ ენანებოდა თავის ენერგია რომ იმისთვის არ დაამადლიდა ჩვენ საოცარი ექიმი კარდიოლოგი და დედამ პირველად ჩააბარა უნივერსიტეტში მათემატიკურს და მამას ფიზიკის პრობლემა ჰქონდა სკოლაში და ერთი წელი აკადემიური ჰქონდა სკოლაში ანუ მამამ დააგვიანა ერთი წელი ჩაბარება სამედიცინო დედამ ის ერთი წელი აი რაღაც ღმერთის თემა იყო ესენი ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ გასახარებდა ჩემთვის სიმღერა უცდავალებია და მიმიქნება შენ შემოგეგე ჩემთა ეგოსულეთია ეგოსულეთია ლეგენდები დადის რომ იტყვიან მაგაც სიყვარული მე არც მახსოვს მარტო
არც მამა ჩემი და არც დედა ჩემი. აი სუფრაზეც კი ახლა მამა ჩემი ცნობილი თამადა იყო. აი ამ ყველაფერს საერთოდ ფსიქიატრია, მუსიკა, ყველა ამის გარდა იყო საოცარი მეტყველება ქონდა. ფილოსოფიაში ძალიან ძლიერი იყო და იყო ცნობილი თამადა. ქართულ კახეთად, იმერეთად, სამეგრელოს გურია, ვისაც ჩვენი დაყოფა დაგათიშვა სწურია, ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე, ამიტომაც სადაც წავწუდი ერთიანად მოვთხარე, მიყვარს მტკვარი, მიყვარს ქსანი, ეხური და ენგური, მიყვარს ლილე, მიყვარს ლალე, მიყვარს ჩელა, მეგრული, მაგრამ ყველას მირჩევნია ერთ დიდ მუშკად შეკრული, რა თქმა უნდა საქართველო ვიყოთ მისი ერთგული, გეგრძელი იყოს საქართველო მისი მზე და მისი ცა, რავალ ახალ წელიწადს. აი ასე გაუმართოთ ახალწელიწადს საქართველოსთვის. უხრის უფრო იყო თუ მადონდურა თქვენ უნდა იყოთ ამაზე თქვენ უნდა იყოთ და იყო ესეც ჩემს ხვევები რომ აი მარტო კაცები ვიჯექით და მარტო დედა იყო იმიტომ რომ დედის garaში დედჩემის garashi იქ არსად არ დადებოდა ნუ არ ვიცი როგორ უყარდათ ეს მაინც ეს სიბიჟემდე დედა უკრავდა გიტარაზე, მღეროდა. ნუ მე ამაც შერწყმა რომ მოხდა, მე რაც ჩემს საწერ თვალსაჩინში პირველი მახსოვს რომ დედა და მამა იჯდნენ, დედა უკრავდა და მღეროდნენ. აღარ ძერსო შენთვის გული რომელოდო უთვალავი საუნე არასოდეს არმო მე სიმღერა დღემდე ყურში მაგდა მე თვითონ მიყვარს ხოლმე ამას ვერი ვარ რა ჩემი ბურად რა თქმა უნდა იფიგენია ითო შარეშიძეების, ჯაყელების, ბერიძეების, ურია მესხეთის თავადაზნაურულ გვართა შთამომავალია. შარეშიძეების გვარი ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში დაამკვიდრდა როგორც იუმორითა და მახვილგონივრული აზროვნებით გამორჩეული. ითოს პიროვნულმა თვისებებმა კი ჩიქოვანების ოჯახში განაპირობა იუმორის, სიმღერისა და ლიტერატურის სიყვარულის დიდი ტრადიცია. და უნჭერის ქალი იყო, იმიტომ რომ აი უბანში სადაც დაიბადა და გაიზარდა სოლოლაკში იქ ჩვენს მოგვიწია მე და მარიკას ცხოვრება სანამ ამ სახს აშენებდნენ ყველაზე ცხოვრობდნენ ებრაელები, ქურთები, სომხები, რუსები, რა ვიცი, ყველა ჯურის ხალხი იყო. ხო, ეგეთი ეზო იყო რა და თუ რამე ხდებოდა ქურთების ქორწილში ნეკები ჩამული და რა ვიცი, დედამ ნუ არ ვიცი, როგორ ვეკითხებოდი და სომხური იცოდა, აი როგორც გაგიკვირდებოდა, მაგრამ წერა, კითხვა და ლაპარაკობდა რა. არავის არ ჯეროდა, დეჩემ სომხი არ იყო და სომხებს გულისხმობ, მაგრამ მომიწია მუშაობა საბაჟო დეპარტამენტში და მაშინ იმაზე ვმუშაობ სადახურზე რა და იქით ამ ხარეს აი ურთიერთობები ჩამოყალიბდა ჩემსა და ჩემ კოლეგებს შორის ოღონდ სასონქრეთის მხრიდან და ერთხელ დედა დავალაპარაკე ტელეფონზე და რომ დაანთავრა ის როგორ Здравствуйте, мама Джан, ხება რუსულად უთხრა და დედჩემ სომხურად რო უპასუხა ტელეფონში მე სომხურად გააგრძელე საუბარი და რომ დაკიდა ყურმილი გაკვირებული სახით მიყურებ და სომხურად კითხა რომ გიგლოჯან მაირი ხაია დედა სომხი ყავს არა მოვარო დედაჩემის ეს იუმორი და დედაჩემის ეს დამოკიდებულება მეგობრების მიმართ ყველას უხაროდა იცოს წარმოსვა იცოს ვეძახს რა იცოს იფიგენია ეს არის დედაჩემს დიანა ერქვა ამას იფიგენია ანუ
მითოლოგიაში არის რომ იფიგენიას მეფე წირავს. მე და ამ დროს დიანა ქალღმერთი ჩამოდის და ამ იფიგენიას გადაარჩენს და რატომღაც ესე დაარქვეს. უბრალოდ დასერქვა დიანა ამას იფიგენია. ყველას არ ვიცი, ესე იგი დედის ზედაჩემის ითოს მიმართ იყო საოცარი განწყობა. ყველას უნდოდა ითოსთან მოსვლა. ითოსი იმორზე ლეგენდები დადის. სწავლობდა ვიოლინოს განხრით პირობოსთავ სასწავლებელში გადასარევი პედაგოგი ყავდა ამირხანოვი ბაგრატიძე და უყვარდა გიგლა რაგიჟევკინი ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო 30 მოწაფეში გამორჩევა ერთხელ მივედი და მე გარეთ ველოდები და გამოვარდა ეს მასწავლებელი ზახადი კლას ჩუმჯელა და ონტიანი და იანი მეორე კლასში იმოდი და ეკარგი მე მოვიყვანე ახლა და საიდან არა მიქრა მამამ დამალული და ერთი წაიჭი ნუ შევედი ახლა ანუ დადექი ბიჭო დაუკარი ეუბნება გიგლას გაზა თამაშები ავწევს გამოგწევს გალაყვება ამ ვიოლინოს გამოყვება უკვე ვიცი შატაიცა პიანო მე მიკიცეს გიგლას ვალჩადი კრა ახლა კაცი მოკრე დაქტარ დახტა უმკიცე არა ვიცრალი გამომიყვანია კარგად მithკურსა მე არ მიქედი სუფრაზე აღმოჩნდა ესეთი სიტუაცია რომ ყველა ელაპარაკება დედას მამა რაღაცა ჩამოშორ ფიგურირებდა რაღაცა სიტყვა რომელიც მამაჩემს იყო გაუგება სამხურად ტყაია არის ბიჭი ახშიკა არის გოგო. და ეთყობა ეს საუბარი რომ მიდიოდა ეკითხებოდნენ დედას თქვენ რამდენი შვილი ყავს? ნუ მაშინ ვანცა არ იყო კიდე დაბადებული 3, აქედან 2 ახშიკა, 1 ტყაია. მე დედაჩემს ეკითხებოდა ხო სამხურად თქვენ რამდენი ყავს? ისიც ეუბნებოდა რაღაცა 1 ტყაია, 3 ახშიკა და ეს ტყაია ფიგურირებს. გამიგია 20 კაცი და რაღაც მომენტში დედაშვილმა მამაშენ შევხედო წითელი არის პამიდორი ვით უკაცო და მე ვფიქრე თუ ხო არ არის წნევა ზურგო რა გჭირს ხო კითხებოდა იცო ტყაია რას ნიშნავს მითხარი თორე გავა ეხლა წარმოიდგინე დედაშვილმა შეცვალა ლაპარაკება ტყაია რა მე უთხარი რომ ბიჭს ნიშნა ბიჭს ნიშნა მოგდი კაცი რაღაც შემიძლია რაზე საუბრობენ როგორ იყო შეშმაინს ავსებდნენ რა მე ბევრი მეუნება მათი მეგობრების რომ ესეთი შერწყმა ორი ადამიანის რაღაცა ზევიდან გადაწყდა ალბათ მამაჩემი ეთყობა დეჩებს ხოლმე რომ წარმოიდგინე მორიგეობიდან მოდი 4 შვილის სახლში საჭმელი უნდა გაკა ქალს საქმეს ოჯახში რა გამოულებს მე არ ვიცი რა მაგრამ ამის ზევით მამაჩემი ეთყოდა რომ გამიხარდებოდა რა რომ მოიძე სახლში და ერთი გნახო რომ გიტარაზე მეცადინეობო რა ერთ დღეს საჭმელი გააკეთა და გადამალა მამაჩემის მოსვლის დრო რო იყო სამსახურიდან დააჭერა და გიტარაზე უკრავდა რომ შემოვიდა მამაჩემს ესიამულა რა თქმა უნდა რომ აი ბიჭო აი ეს მინდა მე და ცოტა ხანი კი უსმინა და მე ეთყობა მოშებული იყო შევიდა სამზარეულოში ეძებდა იქ საჭმელს გამოვიდა და გოგო აი ეს გიტარა მაგრამ რაღაცა გაგეკეცებინა საჭმელი და კი გამოუტანა მაგრამ აი რაღაცა იუმორები შაყირები ხონდა ეს რო ჩაწერა არის აქ და ახალ წელს ულოცავს დეჩიმ მამაჩემი გარდასრულია და ცოტა არ იყოს გვეწყინა რომ საუბრობს კაიშვილები მყოფის ეს ჩაწერილი არის და ბოლოს ამბობს ესეთ ფრაზას ისიც რა არისო ძალიან ყველა კარგები არიან რომ მე შემხმართან მინდა იმაზე მეტად მე არავის არ უყვარდი ამ ქვეყანაზე უცებ ჩვენ გვეწყინა რომ დედა ჩვენ როგორ არ გვიყვარხარ ჩვენ როგორ გვიყვარხარ ესე უნდა მაგრამ იმ ხელა ერთმანეთის მიმართ სიყვარული ქონდათ ნუ არ ვიცი ეგ თაობა მეუნე აღარ გაგა ამ
ამბობს, რომ დედასთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა. ჩიქოვანების ოჯახში ერთადერთ ბიჭს დღემდე განსაკუთრებულად უფრთხილდებიან. ბიჭი და დედა ყოველთვის რაღაცნაირად უფრო დამოკიდებულებია. მე გარე გიმოცა დედაჩემს უფრო მომსგავსებდი ყოველთვის რა. ეხლა იძახიან სათვალებო გავიკეთე, რომ უფრო მამაში ასეთ გევხარო, მაგრამ დედა ბიჭისთვის ვასაშორის თვითონ რომ იყო დიმეტრო იყო და გონებაზე იყო და დავიძახა ყველას და მოგოგვებს უთხრა რა და ამას მიხედათ ჩემს ამას უნდა მიხედოთ მე გაუჭირდეს და მეორე გვიჩვენა რომ აი ამ სახლიდან ჩემი სახლიდან სულ სიმღერის ხმა გადიოდა არანაირი გლოვა ტკირილი და ის არ გამოგონოთო და იცოდე უგმაცას ეს ფანჯრები გააღეთ და აქ სულ კეიფი უნდა იყოს ეხლა თუ გეგმოთ რამე კეიფი გვანცასთან მოვდივართ, აქ გვანცასთან ქვია ამას. ეს რაღაც მუზეუმაც აგვაქვს ხა. აქ მოყავს ბიჭები, აქ მოვდივართ და აქ ეიფობთ რა, იმიტომ რომ ამ სახლს აქ ეს აურა თვითონ კედლებს რა. რო არ გიმგარ ვერც სიმღერა წარმოუდგენლად ეჩვენება გერანდელი თელი სახლი. შენი სურათი ხატადება tu mas viselenia inni to soskoloda ono večko čemo i fidenia ბუნებრივმა მუსიკალურმა მონაცემებმა და მშობლების გავლენამ უფრო შვილებში, მარიკასა და გიგლაში ადრევე გამოავლინა სიმღერის სურვილი. მუსიკასა და სიმღერაზე უზომოდ შეყვარებული მამისთვის ეს დამატებითი სტიმული გახდა, რომ შვილებთან პროფესიონალურად ემუშავა. ჩემ ბავშვობის დაბეჭდილება მამას იყო ის, რომ როდესაც ის მეცადინეობდა სახლში, რაღაცები ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ეს ეტაპი კარგად მახსოვს, როდესაც ის უკრავდა დედას საქორწილო კაბას ვიცვამდი. მაშინ იყო მოდაში გახსოვთ ალბათ თოჯინები იცინიან აი ამ ფილმში ესეთი ჩვენ დედიკოებს, თქვენ ბებიკოს, ჩვენ დედიკოებს ეცვათ ესეთი კაბები და მამა როდესაც უკრავდა ფორტეპიანო აქ იდგა და მე ცეკვავდი. ასე მეყვარდა. ეხლა უკრავდა რას? უკრავდა შოპენის პოლონეზს. ამ მელოდიებზე ხან მომაკვდავი გედის როლს ვასრულებდი და ალბათ ძალიან სასაცილო ვიყავი, მაგრამ მთელი გრძნობიდან ანუ ისე შემოვიდა მუსიკა ჩემში. აღარ ვლაპარაკობ, რომ მარიკა და გიგლა უკვე იყვნენ ლაურეატები, მათ ჩემზე ადრე დაიწყეს ბუნებრივია სიმღერა და მოსკოვშიც იყვნენ გამოსული, მაგრამ ჩემ მეხსიერებაში აქედან იწყება მუსიკა, როდესაც შემოვიდა. მამა ხშირად ამბობდა, რომ ჩვენ დიდ ბაბუას, გიგილო ჩიკოვანს რომელიც ძალიან საინტერესო დიდი პიროვნება იყო ისიც. მას ჰქონდა ესეთი ნათქვამი, რომ ორ რაღაცაში არ უნდა ჩაერიო შვილის ცხოვრებაში, ეს არის პროფესიის შერჩევა და მეორე ნახევრის შერჩევა. ეს იყო ჩვენ ოჯახში, ეს მოყვებოდა ამას და ის ფრთხილად ესე არ ერეოდა აქტიურად, მაგრამ რაღაც მიმართულებას გვაძლევდა, თუმცა ესეთი რომ შენ ამას გააკეთებ, ან ამას გააკეთებ, ესეთი ის არ ქონდა. ჩვენ ოთხეულში განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული გიგლა, ამას უკვე როგორც მუსიკოსი ვამბობ, იმიტომ რომ მას ჰქონდა აბსოლუტური სმენა. ეს მუსიკალურ სამყაროში ითვლება გარკვეულწილად მოვლენად, როდესაც ჩვენ ბგერა ერთმა თვითონ მოგცა, რომ გესმის, რომელი ბგერა არის ტექნიკურად დავუშვათ ფორტეპიანოს ბგერასთან, რომ შეადარო ან კამერტონის წყობასთან. ამიტომ გიგლა სავიოლინოზე სწავლობდა და ასევე ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა მარიკას
შესანიშნავი. ჩემი უფროსი და-ძმა კი ბრაზობენ ამას რატომ ამბობ შენ, მაგრამ ყველაზე ნაკლები მონაცემები ამ 4 შორს მქონდა მე. საათობით შემეძლო ინსტრუმენტთა მჟდარიყავი და მამა მითხრა რომ მე და დედა შენმა უკვე შევხედეთო რომ შენ იმდენად კომფორტულად იყავი და შენთვის ეს არ იყო წვალება პირიქით ჩვენ უკვე ვფიქრობდითო რომ შენი პატარაობიდან თუ სხვა რაღაცა ისეთი რაღაც არ მოხდებოდა ჩემ აზროვნებაში რომ ამ გზით გაგვაყოლება შენ წასულიყავი მამის რჩევით და დარიგებით ეკამ სწავლა მელიტონ ბალანჯივაძის სახელობის მესამე სამუსიკო სასწავლებელში, საგუნდო სადირიჟორო განყოფილებაზე გააგრძელა. შემდეგ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტზე ჩააბარა. დასავლეთ ევროპის კლასიკური მუსიკის შესწავლა-შესრულებასა და პოპულარიზაციასთან ერთად აქტიურად ეწეოდა ახალგაზრდა თაობაში ქართული კლასიკური, პროფესიონალური მუსიკის, ფოლკლორის და საგალობლების საუკეთესო ტრადიციების გაგრძელებას. იყო ესეთი გადაცემა იავნანა ქალბატონი ნუნუ ხალთას მიყავდა. აი ამ იავნანას ეგიდით ჩვენი ოჯახი ხშირად გამოდიოდა როგორც დედმამიშვილობის სიყვარული მშობლების და ამ ოჯახური ურთიერთობის მარტო ჩვენ არ ვიყავით, რა თქმა უნდა ეს დიდი გადაცემები იყო. სატელევიზიო როდესაც გამოვედით მე პატარა ვარ, როდესაც უკვე ანსამბლში მამამ ჩამაყენა. აი პირველი ჩემი დიდი შთაბეჭდილება და ნერვიულობა განცდა იყო, როდესაც ფილარმონიაში გამოდიოდი და მე ისე კარგად მახსოვს, ჩვენ მღეროდით აღარი ძვრის ტყე. იმ საღამოს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ანსამბლის როლში ოჯახი გამოდიოდა. ჩიქოვანთა მომღერალი ოჯახი. ეკა ჩიქოვანი იხსენებს კონცერტს ფილარმონიის დიდ სცენაზე, როცა მამამ 11 წლის პატარა გოგონა ანსამბლთან ერთად ამღერა. ეს არის ყველა ვინც ახლა მე მისმენს და იცის მეტნაკლებად ქართული საგუნდო მუსიკა, ჩეხი კომპოზიტორი ჩამოიყვანეს მე-20 საუკუნის დასაწყისში მუსიკალურმა საზოგადოებამ და მან შექმნა გუნდი, ადო აღნიაშვილი იყო ესეთი მეცენატი, ვინაიდან არ სრულდებოდა ქართული სიმღერები, ეს ჩეხი კომპოზიტორი, რომელმაც შეისწავლა ქართული კულტურა და მან გაუწია ხელმძღვანელობა და მისი ეგეთი ძალიან დიდი როლი შეასრულა. მაშინ არ სრულდებოდა ეს ნაწარმოები, რომელიც ითვლება ერთ-ერთი პირველი დასავლეთ ევროპული მუსიკალური ქარგარი. მაგრამ ერთი კუპლეტი არის ქართულ ენაზე და დღესაც მისი შესრულება 4-ხმიანობაში დიდ კულტურას და დიდ ცოდნას მოითხოვს. აი ეს ნაწარმოები შევასრულეთ და ფილარმონიაში უნდა ვიმღეროთ და მე ძალიან განვიცდიდი და ძალიან ნერვიულობდი. და მამას ვეუბნები რომ მამა მეთქი რომ დარბაზმა ტაში არ დაგვიკრას, რომ დარბაზმა და შემამჩნია რომ მე განვნერვიულობდი და თავზე ხელი გადამისვა და მშვიდად ეს კი წარმომიდგენია თვითონ რას გრძნობდა ამ დროს და მითხრა რომ მამაო დარბაზს არ უყურო შენ ორკესტრს შეხედო თუ ორკესტრანტები დაინახავ რომ ხემს ვიოლინოთ ეხებიან ეს არის უმაღლესი გამოხატულება როდესაც მუსიკოსები ხებულობენ კარგად შესრულებულ ნომერს. არის ესე მე წაკითხული მაქვს ლასკალაში უდიდეს ვარსკვლავებსაც კი ეშინოდათო უყურებდნენ ორკესტრანტებს თუ ორკესტრანტი ხემს არ შეავსებს ან ხელს არ ტრამენ ეს გამოხატულება არის რომ
პროფესიონალმა მუსიკოსებმა მიგიღეს. და მახსოვს, როდესაც ვიმღერეთ, ისეთი ანსამბლი გქონდა, ჩვენ 4 ვმღეროდით. მარიკა პირველი ხმა, მე მეორე ხმა, გიგლა შესაბამისად მესამე და მამა ბანსგვაზრეს, ანუ სოპრანო, ალტი, ტენორი, ბარიტონი. და მართლა ძალიან კარგად ვიმღერეთ, ისეთი ანსამბლი იყო და რომ იქუხა დარბაზი არ მესმოდა. მე ვარ პატარა, სიმაღლითაც ხო, ნახე უფროსი დაძმა და მახსოვს ორკესტრს რო უყურებ და ორკესტრო დავინახე ორკესტრანტები და ეს დღემდე ჩემთვის სულ თითოეულ ორკესტრანს გუნდის მომღერალს და კორდებალეთს ეს უკვე ჩემი პროფესია ამ ხალხს ვეთაყვანებ. ატიმოყვარობით არ ვამბობ, მაგრამ მეც კარგად უკრავდი და მამაც კარგად უკრავდა. მე ყოველთვის პიანისტის პროგრამა მქონდა და მამაც კარგად უკრავდა. ანუ ჩვენი მუსიკოსების კატეგორიას ვეკუთვნოდით, ვინც ფორტეპიანო კარგად თვითონ ძალიან უყვარდა. უნდოდა პიანისტობა სხვათა შორის. და მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ მე გავუპროტესტე, რომ ამ სამ აკორდეონს სულიკოს აღარ ვიმღერებ მეთქი. როდესაც რაღაცა ეწყინებოდა არ იწყებდა ჩხუბს, დგებოდა და გადიოდა და ჩვენ ვიცოდით, რომ ამ დროს რაღაცა ვაწყენდეთ. მაგრამ თან მე ხო ვიცი ვის ველაპარაკები ადამიანებმა, რომელმაც როდესაც მაჩუკა მოცარტის რეკვიემი, მანამდეც მე ვდირიჟორობდი და მე კონსერვატორიაში ვმღეროდი, წყინვალით იცოდა მარტო ქართული მუსიკა, კი არა დასავლეთ ევროპული კლასიკა და მან შესანიშნავად იცოდა მუსიკალური ადამიანების გათვითცნობიერებულად ქონდა რომ ის რომ არ იცოდე შენ ევროპული კულტურა ეს არ შეიძლება პირიქით მაგრამ როგორ შეინარჩუნო ბალანსი ეროვნული შენი თვითმყოფადობა და დასავლეთ ევროპული კლასიკის გაბალანსება აი სწორედ ეს გააკეთა მან თუ შეიძლება ასე ვთქვას მე მეგონა დამთავრდა ეს ჩვენი საუბარი და რო გამოვიდა კაბინეტში სადაც ეკა მეძახის შემოდი შევდივარ და გადაშილია კარგი წერეთლის წიგნი სულიკოზე ჩემ და სამარცხვინოდ მე ამქონდა სულიკო არ არის ის 3 კუპლეტი ის 4 კუპლეტი რომელსაც ჩვენ ვღერით სიმღერაში აი ამ სამ აკორდეონს სიმღერაში ამღერდა წერეთელი არათაშვილის ტექსტები ორბელიანის შეიძლება სიმღერა თვითონ არ წარმოადგენდეს ისეთ მაგრამ მოძებნა არა მარტო ისნაირმა დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთ საქართველოში რომ მუსიკის ენაზე სიტყვამ ფრაზამ წინადადებმა სტროფმა დაიწყო გაჟღერება და გავიდა ეს ხალხი შურის ზაქარია ფალიაშვილთან კიდევ ერთი რამ გვაკავშირებს მამამ აბიო მეფეს აქებდა ერთი არის ცნობილი გუნდი მამამი დირიჟორა როდესაც სახელმწიფო გამოცდა დაამთავრა კონსერვატორიაში და მე ვიდირიჟორი როცა ვაბარებდი კონსერვატორიაში საუბრები ბუნებრივია ის მეხმარებოდა და სხვათა შორის მე მაგ შენახული ჰარმონია საგნის დროს მაჩუკა დიდი რვეული. ეხლა ესეთი რვეულები არც გამოდის და ესო გამოგადგებაო და მამა დიდი მადლობა და გამოცდა ჩასაბარებელი და ჩავიგდე ეს. მე სულ დიდი ჩანთები მქონდა, იმიტომ დიდი დოტები და მქონდა და
რო შევედი გამოცდაზე სტუდენტების ეშმაკობა კი კარგად ვიყავი მომზადებული და ხუთოსანი ვიყავი ის მაგრამ მაინც კონსპექტი რო გაქვს უფრო მყარად ახარ და რო შევედი ბაზე მოგცა პედაგოგმა უფლება რომ კონსპექტებში ჩაიხედე ამოვიღე ეს კონსპექტი და რას ვხედავ რაღაცა კუჭის რაღაც მე ვფიქრე შემეშალა ნამდვილად დავკეცე ახლა ნუ შემეშალა მივიღე კარგი ნიშანი უმაღლესი შეფასება და მოვედი და ვეუბნები რომ მამა ეს რა გამატანე მეთქი ამოატრიალეო მითხრა ხო და ამოატრიალე და აქედან გონდაკოს ანუ სამედიცინო ინსტიტუტი და კონსერვატორიაში რომ მიდიოდა ერთ მხარეს ეწერა სამედიცინო საკითხები და მეორე მხარეს არა, საოცრად საინტერესო პიროვნება იყო. სხვათაშორის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მე ჩემი შვილებით, ჩემ მეგობრებად გადავაქციო. ანუ აი ამ ფორმით ხანდახან იცით რა მგონია ჩვენი როდესაც მე უყურებ დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ლანა ხოხუბერძეს, რომელმაც თავის ფილმში ჩვენი კადრი არის ინტერვიუ პირად საკითხებზე, როდესაც ოჯახები ინგრევა ქალის ბედი არის და ერთი ოჯახი არის მრავალშვილიანი რომელიც მღერის და ამით არის ბედნიერი რა თქმა უნდა მადლობა მას ამისთვის რომ ჩვენი ოჯახი ასე ვთქვათ კინოფონდში დარჩა განსაკუთრებით ცნობილი ზურაბ ჩიქოვანი მის მიერ შექმნილი საოჯახო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლით გახდა, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და დღემდე მსმენელთა, თაყვანისმცემელთა დიდი მოწონებითა და სიყვარულით სარგებლობს. თავარისა რომ ეს გახდა ჩემი ოჯახი. ფაქტობრივად რომ ეს ზრდით თავს თითქოს მიდივარ ჩემ ოჯახში. ზურიკო იყო ნიმუში და მაგალითი ყველაფრის. როგორც მამა, როგორც მეუღლე, როგორც შვილი როგორც მეცნიერი, გუნდის ხელმძღვანელი. ბატონი ზურაბი და ქალბატონი ითო თავის შვილებთან ერთად ისეთი დიდი სიამოვნებას განიჭებენ ჩვენ ყოველი მათი სიმღერის დროს, მათი გამოსვლის დროს მე სახში ჩანაწერებიც მაქვს მათი და მინდა გითხრათ რომ ეს ნამდვილი ქართული ხანგი, ქართული სიმღერა გადმოიცემა ისე როგორც ეკადრება ქართულ სიმღერასა და ქართულ ხანგს. მე ვიცი თუ რამოდენა და რამდენი სარგებლობა მოაქვს ამ ოჯახს. მთლიანად თავიანთი შრომით და შრომის შემდეგ ამ შესანიშნავი სიმღერით, რომელსაც უდიდეს სიამოვნებას ვანიჭებენ. თავარი ყველაზე მეტი იყო ის, რომ ზურაბი იყო უაღრესად პრინციპული. თუ სიმართლე იყო იმა უკან არ დაიხელდა არავითარ შემთხვევაში და იმას ბოლომდე გაიტანდა. ამის გამო მას ბევრი მოწინააღმდეგეების ყავდა, უпроსტად ბევრი განაცხენებული ხალხი, იმიტომ რომ ეს ეკნება არც იყოს სალაპარაკო, მაგრამ ერთ ძალიან დიდ მეცნიერს, რომელმაც მოინდომა ბეთჰოვენის შესახებ რაღაცა შრომის დაწერა და მიცა ზურიკოს რომ გადაეხედა და ზურაბმა უთხრა ბატონო თქვენ საქმეს მიხედეთ და ბეთჰოვენს ვები გაარჩევენო. იმხელა იყო რომ იმის შემდეგ ძალიან დიდი ხანი დაჭირდა შერიგებისთვის, მაგრამ ზურაბს არ შეეძლო უკან დაეხია. ასე რომ თუ ფსიქიატრიაში ვინმეს რამე დამსახურება მიუძღვის, ზურაბს ეს დამსახურება მიუძღვის. დიდი მადლობა პირადად ზურაბს, რომ მან შექმნა ისეთი პიროვნული პორტრეტი, რომელშიც იყო კონცენტრირებული
ოჯახის ინსტიტუტის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, ვებერთელა პატრიოტი, რომანტიკოსი და მაბადიეთ, მაგრამ ჩვენთვის მაშინ მექა იყო მოსკოვის სვეტებიან დარბაზში კაცი ქართულ სიმღერას ოჯახით რომ აჩვენებდა, ეს ჩიქოვანების დამსახურებაში კი არ ეწერებოდა, ეს ეწერებოდა ქართული ნიჭის და ქართული გენის კიდევ ერთხელ საზოგადოებისთვის ჩვენება. იცვას დანაშენი ჩვენი მიზა დანაშენი ბატონო ზურაბ და ქალბატონო იდუნი ამასთანავე მე მივიღე თქვენგან დიდებული ფასდაუდებელი საჩუქარი ფირფიტა თქვენი 17 სიმღერით მოусმინე და 1000 ჯერ მოსმენილმა სულ სხვა შთაბეჭდილება დადვა ჩემზე უფრო ღრმად და ახლებურად ჩავწვდა გულში. ხელი თვითონ მისვდა კალამს და თქვენი ფირფიტის ბუდის ყდაზე თქვენი ძვირფასი წარწერის გვერდზე თვითონ დაწერა. თითქოს უბრალო შავი ფირფიტა ტრიალებს დინჯად, ტრიალებს ნელა, ჭერი ასწია უხილავ ფრთითა ჭირი გულისა გამოანელა 17 ჰანდი 17 სევდა 17 განცდა და სიხარული 17 ჯერ სული განწმენდა ლექსი უსინით მოხარული აღარ დავნებდე მგონია ცოდვებს და თუ ზალღონე გამოიფიტა კვლავ გამამხნევებს კვლავ გამაცოცხლებს თქვენი სიკეთით თუკი არსებობს ქვეყანაზე რამ სასურველი, თუკი არსებობს ქვეყანაზე რამ საოცნებო, თუკი არსებობს ქვეყანაზე ჭეშმარიტი ბედნიერება, ეს არის ბედნიერების მინიჭება ახლობლისათვის, შორებლისათვის, სრულად უცნობისათვის, შენი სამშობლოს ყველა შვილისათვის და ბოლოს ადამიანის მოდგმის ყველა შთამომავლისათვის, ვინც კი ღირსია ადამიანის წოდებისა. ბედნიერი ვართ ჩვენც თქვენი თანამემამულენი, თქვენით ამაყნი, მზანი მუდმივ თქვენს ხარში ამოსადგომად და თქვენს მისაბაძად. კვლავ იღვაწო თქვენმა გონმა, თქვენმა მარჯვენამ, თქვენმა შვილმა და შვილიშვილმა და ჯილდოთ ხერგოთ ხალხის ნდობა და სიყვარული. ზურაბ ჩიქოვანი შვილების და შვილიშვილების აღზრდაშიც აქტიურად იყო ჩართული. მათი მფასეულობებს და ღირებულებებს უნერგავდა, რაზეც დღემდე განაგრძობს ცხოვრებას ჩიქოვანების მრავალრიცხოვანი ოჯახი. სხვათაშორის მინდა ვთქვა, რომ ყველანაირად სანამ მას შეეძლო, მის შვილიშვილების პროცესში იყო ძალიან აქტიურად ჩარეული. თქვენ არ მუშაობთ თქვენ შვილებთან. კარგი მამა რა, არ უყვართ ახლა ეს მუსიკა არ უნდათ და აი ხვალ ვასწავლი ხო, ზეგ ვამეცადინებ და მახსოვს თქვენ ინანებთ უთხრა. შემოვედი მესმის ხალხების რაღაც ნარევი სიმღერა. შემოვედი ზურაბი უკრავს ინსტრუმენტულ ესალი. მოდი ერთად ვიმღერო, სანტირია. Außengeordnet, viele Studenten haben Außengeordnet, ich kann super lachen, lachen. Oh, Sulineda, oh, Nisklagalaitame, Akıl şorre ulin khedari. Улибус саванна И клач клавы бизедашне Акме оцнебе Цигани
მშობლები არასდროს ჩარეულან შვილების პროფესიის არჩევაში, თუმცა ზურაბ ჩიქოვანი თავად პირადი მაგალითით გახდა სხვების ცხოვრების განმსაზღვრელი. ირაკლი გვეტაძემ სწორედ ბატონი ზურაბის რჩევით გადაწყვიტა პროფესიად ფსიქიატრია აერჩია. ჩვენს ასე თქვათ გაცნობას წინ უძღოდა ბატონი ზურაბის ერთ-ერთი შვილის, ხაბატონი მარიკას და დედაჩემის მეგობრობა ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული, როდესაც ისინი ქალთა კვარტეტში ერთად მღეროდნენ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. აქედან მოყოლებული მოდის მათი მეგობრობა, რა თქმა უნდა, ერთ დღეს მეც მომეცა საშუალება რომ გამეცნო. ბატონი ზურაბი ეს არ იყო ესეთი მყარი ჩემი გადაწყვეტილება ამ სფეროში მოვაწეობის, იმიტომ რომ დასაწყისში როგორც წესი არიცი რა გინდა შენ თვითონ სტუდენტს ეს. ხან იმას ფიქრობ, ხან ამას. ხან ერთი სფერო გაინტერესებს, ხან მეორე და ეცნობი ყველაფერს ასე ვთქვათ. ეს კაცი იყო ასე ვთქვათ, ერთ-ერთი დიდი мотиваტორი იყო, რატო კონკრეტულად ამ სფეროში გადაწყვიტე წასვლა. და ისე მოხდა, რომ ბევრი ვთქვათ, საუბარი, ბევრი დეტალები, კითხვები, ყველაფერი რაღაც ასე ვთქვათ, მიმიზიდა, მე მივხვდი, რომ შეიძლება კაცმა აკეთოს ორი საქმე. არ არის აუცილებელი რაღაც ასე ვთქვათ, მონოსფეროში იყო დაკავებული და მეტი არაფერი არ გაინტერესებდეს ადამიანს. შეიძლება სხვა რამეც აკეთო ამასთან ერთად და ეს იყო რაღაც ერთ-ერთი დიდი მოტივი. თან ფსიქიატრია კონკრეტულად, იმიტომ რომ ეს სფერო უფრო ახლოს იდგა, ასე ვთქვათ, თუნდაც ჩემ ხასიათთან, ოთვის მომწონდა ხალხთან საუბარი, მოსმენა მათი. თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ უდიდესი мотиваტორი იყო ეს კაცი ჩემთვის, რომ კონკრეტულად ეს სფერო ავირჩიე. შორის ეს ნახატები ეს უბრალოდ ის შემთხვევა არ არის, როდესაც ადამიანი დაждდება და თქვა რაღაც შეკვეთას ასრულებს. დიდი მხატვრები ძალიან ხშირად სხვადასხვა მიმართულებით ქმნიდნენ ნაშრომებს, იმის და მიხედვით თუ რასული მდგომარეობა ჰქონდათ. პირდაპირ ჩანდა ამაში. სიტყვაც რო არა მოიღო პაციენტს და ეს გაეკეთებია მიხვდებული. ყველაფერი ის რაც საქმისათვის არის მომტანი სარგებლის, მე ვფიქრობ, რომ ყველა მეთოდი არის აბსოლუტურად მისაღები ჩემს. ის რომ ბატონმა ზურაბმა ამაში ასე ვთქვათ, ამ სფეროში კარი გააღო და შეუშვა მთელი საზოგადოება. აი ჩვენი ქვეყანა სადღაც სხვა ქვეყანაში ვიღაცა სხვამ გააკეთა ეს მესმის, და ჩვენი ქვეყნიდან ასე ვთქვათ, ბატონ ზურაბი იყო ამის პირველი კარის შემღები, ასე ვთქვათ. ეს თვითონ როგორც პიროვნება იყო ძალიან თავაზიანი. არასდროს არ გამოვიდოდა ჩარჩოს ფარგლებიდან, თუმცა ამის იქით იმალებოდა ძალიან ბევრი მისი შინაგანი სიმდიდრე, რომელიც მე ვფიქრობ, ესეც არის ძალიან დიდი პლუსი პიროვნებისთვის, რომ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს ასე ვთქვათ, პუბლიკისთვის, ასე ვთქვათ, გახსნილი. მოხარული ვარ, რომ ვიცნობდი ამ ადამიანს და მქონდა ეს ბედნიერება, რომელიც იყო ასე ვთქვათ, ძირითადი мотиваტორი ჩემი, რომ მე დღეს ამ სფეროში მუშაობ მოვაწევ. ზურაბ ჩიქოვანი თავის მხრივ შვილებისთვისაც мотиваტორი გახდა. გვანცა მუსიკალურ საოჯახო ანსამბლში 3 წლის ასაკიდან გამოჩნდა და მისით დაიწყო ახალი ეტაპი ჩიქოვანების ოჯახის შემოქმედებაში. სწორედ გვანცამ ააჟღერა იმ დროისათვის მივიწყებული პოპულარული სიმღერა სულიკო, რომელსაც ასაკის მიუხედავად შესანიშნავად ასრულებდა და გარკვეული პერიოდი ეს სიმღერა ჩიქოვანების მუსიკალური ოჯახის სავიზიტო ბარათადაც იქცა. ნაბოლარა ქალიშვილს ოჯახში მამა განსაკუთრებულად ანებივრებდა. ზურაბ ჩიქოვანის შვილების ყველაზე დიდი დამრიგებელი და გულშემატკივარი იყო. მამა კაცრი იყო. ამას ამბობენ გიგლა, მარიკა, ეკა. რომ ჩვენთან რომ კაცრი იყო მამა, მაგრამ მე ამას ვერ ვიტყვი. ის იმდენად თბილი იყო. თითქოს და აი ყოფით ურთიერთობაში შეიძლება ჩანდა მკაცრი, რაღაც მომენტში შეიძლება ცეთი ხისტიც ყოფილიყო ამ ურთიერთობაში, მაგრამ ამავე დროს იმდენად თბილი იყო და გამგები იყო, რომ ხანდახან გვეუხერხულებოდა ის პრინციპების
კაცი იყო, მას თავისი პრინციპები ჰქონდა, რომლისთვისაც არ გადაუხვევი არასოდეს, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან და ის წესიერება, პატიოსნება, ერთგულება ეს მისთვის უმთავრესი იყო და მამა იყო მეგობარი. იცით, დღესაც რამდენჯერ მიფიქრია, რომ აი ამ სიტუაციაში ეხლა მამა რა რჩევას გვეტყოდა. იცით, მიუხედავად ამისა, აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კაცრი იყო, ასე იყო, ცოტა მისი პრინციპები ჰქონდა, მომთხოვნი იყო, თუ ეს ამ თან მეგობარი იყო. იცით, ჩვენ ყველა თემაზე მამასთან ვსაუბრობთ. დღეს ძალიან ბევრჯერ მინატრია, რომ ნეტავ ეხლა რას მეტყოდა, ეხლა დაახლოებით ვხვდები, მაგრამ რა თქმა უნდა მისი პასუხი უფრო საინტერესო იქნებოდა, უფრო გულდასაწყვეტია, რომ სანამ ახალგაზრდა ხარ, გონია, რომ ეს მუდმივად ესე გაგრძელდება და მუდმივად მშობელი შენს გვერდით იქნება და ესე არ არის და მე გწყდება გული, რომ იქნებ უფრო მეტი დრო გამეტარებინა მასთან ერთად, უფრო დიდხანს ვქონოდა ესეთი დიალოგი და საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ, ესეა ეს ცხოვრება. მშობლებს ერთმანეთი განსაკუთრებულად უყვარდათ. ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეეძლოთ. ზურაბ ჩიქოვანი მეუღლეს ხშირად სამსახურშიც კი აკითხავდა. დედა მუშაობდა, მთელი ცხოვრება მუშაობდა, ლეჭკომბინას თავის ბიურო ჰქონდა, სასწრაფო და იქ გადავიდა, დედამ იქ დაიწყო მუშაობა, რომ 4 დღეში ერთხელ მორიგეობდა, რომ რაღაცა ნაწილი ოჯახშიც ყოფილიყო, ყოველდღე სიარული სამსახურში, მაგრამ 24 საათიანი მორიგეობა უწევდა და ერთხელ კითხე, რომ აი მამა მიცი მაინტერესებს შენ ამხელა პრობლემებით, ორი სამსახური, ცხოვრებისეული, თქვათ, იყო იქ მის პროფესიაში რაღაცა მწვავე პერიოდები, რომელიც რა თქმა უნდა ოჯახზე ჩვენზე წაისახებოდა ის და დედა მუშაობს, სულ მუშაობს და არ მოგვსვლია მოთხარა რომ გეთქვა დედასთვის, რომ იცი რა, მოდი ითო იყავი რა სახლში ამხელა ოჯახი, შვილები, 4 შვილი. იცით, გამბრას და ამ კითხვაზე როგორ მისვამ, იცით, მე რა უფლება მქონდაო, რომ დედა შენისთვის ეს ამეკრძალა და მისთვის წამერთმიაო, მისი ნიჭის არჩეულებრივი კარგი ექიმი იყო დედა და კარგი კარდიოლოგი იყო. აი ეს მისი ნიჭის რეალიზაციის უფლება წამერთმია დედა შენისთვის. მაგრამ როცა დედა მორიგი იყო, მამა მოვიკითხავდით, მამა არ არის. ხა მაშინ ხო არ იყო მობილური ტელეფონები და დედა დაგვირეკავდა, რომ მამა შენი აქ არის ჩემთან. ჩააკითხავდა აუცილებლად. მამას გარდაცვალების შემდეგ დავაფიქსირე ესეთი ფაქტი, რომ აიღებდა გიტარას, დედა შევიდოდა თავის ოთახში, კარს გადაკეტავდა და იმ სიმღერას მღეროდა გიტარაზე, რასაც მღეროდა მამასთან ერთად. გამახსენე სიცილი მათი ყველა ოქრობი და ენაგვიმათი ძველი ყველაფერი კვილადე გვახსენდება თურმები ბადები კაცნი ასეთება განამღონე ვერს უნდა ერიდო და მახსოვს ერთხელ გიგლა მოვიდა და დედა სად არის და მოთხარი, ეხლა დედა არის მამასთან ერთად და აცადე გიგლა თქო, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა საოცარი მოვლენა, მაგრამ დედაც ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, მე არც მithქვამს დედასთვის, რომ მე ეს ან შევამჩნი, ან დავაფიქსირე. ის იმ ხელა მონატრება იყო მამასი, რომ ალბათ ის რომ შედიოდა იქ ოთახში გიტარასთან და გიტარას შეიტანდა, ალბათ ფიქრობ, ალბათ მამაც იქ იყო. შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები განსაკუთრებულად უფრთხილდებიან ყველაფერს, რაც მშობლების სახელთანაა დაკავშირებული. დღემდე ჩიქოვანების ოჯახში ყველაფერი უცვლელად არის შენარჩუნებული, ისე როგორც მათ სიცოცხლეში იყო. აი ხა როდესაც ფაქტიურად აი ამ მაგიდის უჯრები ისე ისეა, როგორც მამას დროს
იყო. მე არაფრისთვის ხელი არ მიხლია. აი თითოეული ფურცელი ის უჯრები როგორც აქვს შავი მასალა, დაბეჭდილი, თავისი სტატიები, ჩანაწერები, აი ფაქტიურად ზუსტად მე რო ახლა ეს უჯრა გამოვაღო, აი ისე ვისი არის, როგორც მას ჰქონდა დალაგებული. უბრალოდ ყველაფერს ადგილი მივუჩინე, რომ რაღაცნაირად მომავალ თაობას ეს გადაეცეს და მეც როცა დავჯდები, მივუჯდები მაგიდას სამუშაოდ, ასე ვთქვათ, აი რაღაცნაირად მე ვგრძნობ მას, რომ ის ჩვენთან არის. თვითონ ისეთი კაცი იყო, ისეთი ადამიანი იყო, რომ აი სახლიდან რო გავდიოდით შვილები, ისე გაგაცილებდა, ისეთი ძარღვიან სიტყვას აი უკნიდან გეტყო და მოგვაძახებდა, რომ ქუჩაში რო გავდიოდით, აი მე გვეგონა 4 ივეს, რომ ჩვენ თებს გადავაბრუნებთ. აი ესე რომ აბა თქვენი იცით, თავი აწიეთ. აი მაგრამ მე ხა მეც ვამბობ ამას, მაგრამ მისი ტემბრი, მისი სიტყვა იმდენად ისეთი იყო, იცით, რომ შეძახილივი. აი მიხელა ძალას გვმატებდა. ვიცით, სადაც გაჩერდნენ ჩვენი მშობლები, ძნელი ყოფილა გაგრძელება, ძალიან გრძნელია და რთულია, მაგრამ ვაგრძელებთ, რაც მათ ჩადეს საფუძველი, რასაც ჩაუყარეს, მეტნაკლებად როგორც შეგვიძლია, ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ. ზურაბ ჩიქოვანი ადამიანი მაღალი ზნეობის, უკომპრომისო და მებრძოლი ბუნების, რომელშიც ერთდროულად იყო შერწყმული როგორც მაღალი ინტელექტუალური, ისე მხატვრულ ესთეტიკური კულტურა. სწორედ ამ თვისებებით არის განსაზღვრული თვით ჩიქოვანების ოჯახის მორალურ ზნეობრივი და სოციალური პროფილიც. ამიტომაცაა, რომ ჩიქოვანების მუსიკალური ოჯახი დღემდე განსაკუთრებულად უყვარს ქართულ საზოგადოებას. მეტიც, სწორედ ასეთ ოჯახებზე, მათ ტრადიციულ ღირებულებებზე, ეროვნულ ფასეულობებსა თუ მაგალითებზე დგას საქართველო. ასე ეროვნული, ასე ტრადიციული და ყოველივე ამით უკვდავებას ნაზიარები ჩვენი პატარა ქვეყანა.